საღამოშვიდობისა, რა ვიცი, შეიძლება ამას დილას ნახავთ. იმიტომ რომ ეხლა მოვიცალე და უნდა რომ კომენტარი გავაკეთო ის ივანიშვილის თოჯინამ პრეზიდენტად რო უზის ფუტბალისტმა ორი ქურდი რო შეიწყალა ყაველაშვილმა ხაზარაძე და ჯაფარიძე. მე ვახშე ქურდი და ქართველი ერისთვის უკანასკნელი საცხოვრებელი სახლების წამრთმევი და რო თამაშობენ და რო შეიწყალა იმიტომ რომ თურმე გადაწყვიტეს რომ ივანიშვილის ანუ დიდი მეთოჯინის სპექტაკლში ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლში რომ მონაწილეობა მიიღონ სახელად რო არჩევნები გვია და რა სცენარებია ეს გამოდის ის რა ქვია ხაზარაძე ეგრეთ წოდებული ციხიდან და მოშვებული წვერები მერაბ კოსტავას დამგვანებია ერთ დროს რო ხელი დაარტყა თვითონ და ხა ესა დისიდენტი რა ეს ბედაურები დაიხოცნენ ვირებს დარჩათ მოედანიო და დაიწყო თამაში და ახლა ყველაფერს უნდა აყვეს საზოგადოება და ვითამაშოთ არჩევნები და მერე საბოლოო ჯამში დიდ მეცენატს და მეთოჯინეს უნდა გადაუხადოთ მადლობა და მადლობა შენ ბატონო ბიძინა რაკეთილი ხარ შენ და შენ რომ არ იყო რა გვეშველებოდა ქვეყანასა ზედა და იქედან დიდი პატიმარე გვარამია ეხმაურება ამ ამბავს და ეხ თუ ეხმიანება და არის ერთ ამბავში და გამართულია სცენები და უბრალო კაცშია, უბრალო კაც წყურია საქართველოში. და კაც შვილი პატრონი არ არის, იგი გაყოფილია ქვეყანა გავლენებად რა. გაგვაქვს ნატირების. ყველაფერი იყიდება ქვეყანაში ფეხბურთიდან დაწყებული, დამთავრებული აგერ ღირსებით. შენ ოღონ ნახე სათანადო კლიენტი. და ეს იდიოტი ახლა ეს ყაველაშვილი გვაჯერებს რომ აგერ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იწყალებს ამ ქურდებს რომ მრავალფეროვანი საარჩევნო გარემო გქონდეს პლურალიზმი ქვია რა ქვია კიდე შეიძლებოდა ძალიან ლომჯარიულად მეთქვა მაგრამ ჯანდაბას არ დამისწავლია ახლა მაგ სიტყვები და მე დავისწავლი და აუცილებლად ვისაუბრებ თქვენთან მაგ ტერმინოლოგიით თქვენ ბიჭო ამ ტერმინოლოგიით კი ეს სულ დედის ტრაკის გინებით უნდა გელაპარაკოთ ქართველი კაცი იმიტომ რომ სხვა თქვენთან სად არის სიტყვა არ არსებობს ეს არის წარე სიმართლე რომელიც ბევრმა ვერ გაითავისა და ყაველაშვილის მიმართავ აქედან რა ვიცი თუ მაგას ვინმე უნდა მიმართოს მაგრამ საზოგადოებრივად ხო რა ვიცი პრეზიდენტად ზის იქ და ავა თუ კარგად ეს რამდენი სოციალურ დანაშაულზე ზის ციხეში აი პურის ფული რო არ ქონდა და მოიპარა წასულიყავი და ის შეგეწყალებია. რამდენს ოჯახში ჩაუყავით ხელი და 1000 იდიოტობის გამო დაიჭირეთ. არაფრის გამოროზის რა არ იცი შესწავლილი არა გაქვთ თუ რა არა. პოლიტიკურად არ გჭირდებათ და დაიჯდეს იქ რა იმ ციხეში ერთი აგური ყველამ უნდა დადოს. ესაა თქვენი ლოგიკა და მე მჯერა და მწამს იმისი რომ თქვენც მოგიწევთ იქ აგურის დადება. თქვენ კი არა სერვანტეს და იმას რა ქვია დოსტოევსკის და ოჰენრის მოუწია და თქვენც მოგიწევთ. მაგრამ განსხვავებით თქვენ არც სერვანტესი ხართ, არც ოჰენრი და არც დოსტოევსკი. თქვენ ხართ გნიდები. და თუ ქართველმა ერმა თავისი ძალაუფლება აიღო ხელში, შეიძლება ციხემდეც ვერ მიხვიდეთ. კაცი იმედით ცხოვრობს და არავინაირი ოცნებით თქვენ რო იძლევით მაგ ტელევიზიებიდან ოკუპირებული რო გაქვთ. და მექნება იმედი. მადლობა.